ჩვენ ვართ დიქტატურის წინ, რომელიც არის რუსეთის მიერ მართული. რა მოლოდინები არსებობს საქართველოს მიმართ და რა მოლოდინები არსებობს ქართული ოცნების მიმართ. ინტერესი, რაც გამოჩნდა ბოლო დროს ამერიკელების საქართველოს მიმართ, სწორედ გამოწვეული არის იმ ინტერესიდან, რაც აქვთ და შეინარჩუნეს რეგიონის მიმართ. ევროპასთან არც საშუალება და არც სურვილი არ აქვთ, რომ რამე გამოასწორონ. მათი ტაქტიკა არის პირიქით, ყველგან ყველას მიმართ უნდა იყოს ის, რომ ჩვენ რაც გვინდა, იმას ვაკეთებთ. თქვენ ყველაზე დიდი დაუშვათ იმედგაცრუება პარტიული პოლიტიკით რა იყო? არ შეიძლება რომ ერთდროულად იბრძოლო იმისთვის, რომ გაანთავისუფლო ქვეყანა და ამავე დროს იბრძოლო იმისთვის, რომ შეხარ უფრო კარგი ვიდრე მეორე პარტია. ამ ინდივიდუალური ეგოიზმის უკან გადადება მოუწევთ თუ ამ პარტიებს აქვთ რამე იმედი და ძალიან კარგად მომისმინონ. თუ ჩვენ ბრძოლაში ვართ, ბრძოლაში უნდა ვიყოთ და უნდა გავბედოთ, რომ ეს ნაბიჯი გადავდგათ. გამარჯობა მეგობრებო, ეთერშია გადაცემა პოლიტიკური კოდი YouTube პლატფორმაზე მისმინეთ და დღეს ჩვენი სტუმარი იქნება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი. გამარჯობა ქალბატონი სალომე, დიდი მადლობა მობრძანებისათვის. პირდაპირ ეს ვთქვათ აქტუალურ თემაზე გადავალ, ბუნებრივია ჩვენ ძალიან აქტუალურია ის რაც ხდება მეზობელ სომხეთში. უამრავი განცხადება რუსეთის ოფიციალური პირების მხრიდან, უამრავი მუქარა. თქვენ როგორ შეაფასებთ არჩევნებს და ზოგადად როგორ შეაფასებთ ამ არჩევნების მნიშვნელობას? მე დავიწყებ და იმას ვიტყვი, რომ მე მოვლოცე ისე, რომ არ დაველოდე საბოლოო მონაცემებს, შედეგებს ამ არჩევნების, იმდენად დარწმუნებული ვარ და იმდენად მინდა, რომ გამარჯვებული იყოს პაშინიანი და კიდევ უფრო მნიშვნელოვანი არის, რომ გამარჯვებული იყოს ის სომხეთი, რომელიც ასე შთამბეჭდავად გამოვიდა გარეთ წინა დღეებში და აჩვენა მსოფლიოს, რომ მართლაც უნდა ეს ახალი მისი მომავალი, რაც სომხეთისთვის ნამდვილად სიახლე არის და ძალიან ანთებულები არიან ამ ახალი შესაძლებლობებით, რაც მიეცა სომხეთს და რასაც მხარს უჭერს ერთის მხრივ მთელი ევროპა და მეორეს მხრივ ამერიკა. ამიტომ მე თეთრი შურით მშურს, ნამდვილად შემიძლია ვთქვა, მაგრამ ამავე დროს ვთვლი, რომ ეს არის ძალიან დიდი შანსი საქართველოსთვისაც იმ დღეში, სადაც დღეს ჩვენ ვიმყოფებით, რომ ჩვენი საზღვარი აღმოსავლეთით და დასავლეთით ერთგვარად დაცული არის იმითი, რომ რჩება ევროპული და ამერიკული ფეხი, ასე ვთქვათ, ამ ადგილას და არ არის ეს რეგიონი საერთოდ მიგდებული და მიტოვებული რუსეთის გავლენისთვის. და ეს არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ ამითი ჩვენ ვიტოვებთ იმ გზას და იმ საშუალებას, რომ შემდგომ დაუბრუნდეთ იმ თავარ გზას და მე მგონი, რომ ინტერესი, რაც გამოჩნდა ბოლო დროს ამერიკელების საქართველოს მიმართ, სწორედ გამოწვეული არის იმ ინტერესიდან, რაც აქვთ და შეინარჩუნეს რეგიონის მიმართ. და ეს იმიტომ, რომ სომხეთში ახლა აქვთ ძალიან დიდი ინტერესები ამ სომხეთი-აზერბაიჯანის ტრიპის შედეგად და მოკლედ ამერიკელებიც და ევროპელებიც არიან ჩვენს მარჯვნივ, შეიძლება ითქვას და ჩვენ ამ მხრივ ვართ ერთგვარად დაცული რუსეთის ბოლომდე შემოსვლით. და სხვათა შორის საინტერესო არის, რომ რეჟიმიც რაღაცნაირად რაღაც პატარა ნიშნებს ვითომც აძლევს უფრო ამერიკელების მხრიდან, როცა იჭერს ვითომც ვიღაც რუსეთის აგენტებს, როცა გუშინ თუ დღეს დაიჭირეს ადამიანი, რომელიც აშკარად იყო ჩართული ამ სანქციების შემოვლაში და რუსეთისთვის მუშაობდა, რუსეთის მოქალაქე. ანუ ეს არის რაღაცა ძალიან უმნიშვნელო ჯერჯერობით ნიშნები, რაც შეიძლება მიმართული არის ამერიკისთვის, რომ ჩვენ შეგვიძლია
რაღაცები შემცვალოთ, თუ ეს მართლა ეს საკითხები მართლა გაწუხებთ და თუ ამაში ჩვენ რამეს მოვიპოვებთ. ანუ რაღაცა ნიშნები არის. ჩვენ ვართ ერთგვარად ჯერ კიდევ დაცული ჩვენი პარტნიორებისგან. ამის თქვა მინდოდა. კი ბატონო, ამერიკა ახსენეთ და აუცილებლად მაშინ მოდი ამას შევხოთ, სანამ შიდა პრობლემატიკაზე გადავალთ. ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური რაც იყო, ეს იყო სახელმწიფო დივნის მარკო რუბიოს პასუხი ჯო ვილსონის შეკითხვაზე და აი მარკო რუბიოს პასუხი ინგლისურად და მაქსიმალურად კორექტულად რო თარგმნო, რუბიოს არ დაუწყია იმის უარყოფა, რომ ქართული ოცნება განიცდის სხვა უცხო ქვეყნების გავლენას. მან ეს აღწერა როგორც pre-existing condition, ანუ უკვე არსებული მდგომარეობა. რა ამასთან ერთად ინტერესი რო არსებობს რეგიონის მიმართ, ამას არავინ უარყოფს. შეიძლება უბრალოდ კამათი იმაზე ეს ინტერესი ამდენად მაღალია, რამდენად დაბალია. პირობითად ვერასოდეს რიკოთი ვერ ჩაანაცვლებს სუეცის არხს. ხო, უბრალოდ გამტარუნადიანობით. პირობითად რო ავიღოთ, ხო, იმიტომ საქართველოსთან მიმართებაში ძალიან ხშირად ახსენებენ ზუსტად სახმელეთო დერეფანს და ეს სახმელეთო დერეფანს მაინც ჩინეთიდან მოდის იქ პროდუქცია, გინდ ისე იყოს, გინდ ასე. მოკლედ ინტერესზე დავა ჩემი არ ღირს, მაგრამ უშუალოდ რუბიოს განცხადებაზე რო შევჩერდეთ, რასაც მოყვა ეს ქართული ოცნების მხრიდან, კობახიძის მხრიდანაც პასუხი და ყველა საინტერესო ისაა, რომ ქართული ოცნება სულ აცხადებს, რომ აი ვალაგებთ ტრამპის მოსვლამდეც ესე იყო, აი ტრამპი მოვა და გადაწყვეტთ როგორ იქნება ზარქუას სიტყვები, ზუსტად ციტირებას ვერ ვახსენე. თქვენ როგორ შეაფასებთ? ხო, არც ასაჭირო. თქვენ როგორ შეაფასებთ რეალურად რა ხდება? ხო? იმიტომ რომ რეალურად ამერიკა არის ძალიან დიდი სახელმწიფო, რომელსაც ინტერესები აქვს პლანეტაზე აბსოლუტურად ყველა რეგიონსა და ქვეყანაში და ქართული ოცნება, მოდი ეს ვთქვათ, იქცევა ხშირად ისე, რომ იფიქრო, რომ აი საქართველოა რაღაც ამერიკასავით დიდი ქვეყანა რა. ჩემთვის ხშირ შემთხვევაში ეს ან უტიფრობა, ან სისულელე, მაგრამ თქვენ როგორ შეაფასებთ თლიანობაში ამ ყველაფერს? თლიანობაში ყველაფერი რო ვიცოდეთ, კარგი იქნება. ნაწილი არის, რაც მართლა არ ვიცით, ანუ ამერიკაში რაზე ფიქრობენ და რა სტრატეგიებს ალაგებენ სხვადასხვა რეგიონების მიმართ ამ მომენტში, როცა აქვთ ეს მიმდინარე ომი ირანთან და ეს ცოტა რთული არის. ის რომ ამერიკაში იციან ყველაფერი ამ რეჟიმის შესახებ, ვინ არიან, რა არიან, ეხლა არ გაქრა არსად ამერიკის სპეცსამსახურები და მათი შეფასებები ამ რეჟიმის მიმართ არსებობს, იციან რას აკეთებენ, ისიც იციან რომ გუშინ არ აღმოაჩინეს, რომ სანქციების გვერდისავლა ამ ქვეყანაში გახდა ერთ-ერთი შემოსავლის წყარო და ერთ-ერთი პრაქტიკა, რომელიც აღარ არის გამონაკლისი, რაც იყო შეიძლება დასაწყისში. ეხლა უკვე გავრცელდა და არის ორმაგი, ერთი რუსეთისკენ, მეორე ირანისკენ. ყველა ვნახეთ ის ყულების სპორტზე შესაძლო მისი დასანქცირება, რომელიც მერე შეწყდა ალბათ აზერბაიჯანის ინტერესების გათვალისწინებით, მაგრამ ეს მაინც ხო ძალიან სერიოზული ნიშანი იყო და გზავნილი მიცემული, რომ ჩვენ ვიცით, რომ რა ხდება, სად ჩერდებიან ეს ტანკერები და ასე შემდეგ. ამიტომ ყველაფერი იცის ამერიკამ. ის დაალაგებს რაღაცას ამათთან, ჯერ ერთი ნდობა არ არსებობს ამ რეჟიმის, მაგრამ შეიძლება რაღაცებზე წამოვიდნენ, თუ მათი ინტერესი იქნა ძალიან კონკრეტული. პრობლემა ის არის, რომ მათი ინტერესი რაც შეიძლება იყოს, არ შედის იმ ნაწილში, რაც ამათ შეუძლიათ, რომ დათმონ რუსეთის თანხმობით. არის რაღაცა საკითხები, ვთქვათ, არ ვიცი, ამერიკამ რომ მოინდომოს აქ ჯარების განლაგება დროებით, ან პორტების გამოყენება, ან აეროპორტების გამოყენება ამ თავის დღევანდელ მდგომარეობაში, ეს არის ის ნაწილი, რომელიც ამათ ნებაზე არ არის დამოკიდებული, არის იმის ნებაზე. პუტინის. ამიტომ მათი სივრცე რამეს დალაგებისთვის გინდ ევროპასთან და გინდ ამერიკასთან არის ძალიან ლიმიტირებული.
მათი ნორმალიზაცია არის კი მე ნორმალიზაცია მინდა, ხელის ჩამორთმევა, ვიღაცის ჩამოსვლა, ჩემი ჩასვლა, ჩემი სეირნობა და ამის ნაცვლად მე არ მინდა რომ რეალური რამე დათმობა მომთხოვოს ვინმემ. არც ერთი ის დათმობა, რაც შეიძლება ჩემ რეჟიმისთვის იყოს შემასუსტებელი, აქ ვლაპარაკობთ ევროპასთან მიმართებაში ეს დემოკრატიის საკითხები, გამოშვება სინდისის პატიმრების, რამე ნიშანი იმისი, რომ არბილებენ ევროპასთან მიმართებაში თავიანთ პოლიტიკას, ეს გამორიცხულია თავიანთი მხრიდან, იმიტომ რომ ეს ასუსტებს თავიანთ გაგებაში ამ პარანოიკ რეჟიმისთვის დასუსტება არის და მეორეს მხრივ ამერიკასთან მიუღებელია ის, რაც შეიძლება სტრატეგიულად მიუღებელი იყოს რუსეთისთვის. ამიტომ ძალიან რთულ მდგომარეობაში არიან დღეს, ამას დაუმატეთ ის, რომ პუტინმა თვითონ არ იცის სად არის და რა დღეში არის და ყოველ დღე რეალურად მისი გავლენები შიგნით და გარეთაც სუსტდება, ამიტომ იყურებიან სხვაგან, მაგრამ იმისი ბერკეტები, რომ რამე რეალურად შეცვალონ, დიდად არ აქვთ. ახლა თქვენაც ძალიან საინტერესო ისა, რომ ამერიკის რიტორიკიდან, მათ შორის ოფიციალური რიტორიკიდან დემოკრატია ამოვარდნილია, ხო? იქ უფრო არის რაღაც პრაქტიკული ინტერესი. ამიტომ ის პრაქტიკა, რა შეიძლება იყოს ამერიკის მხრიდან, რა პრაქტიკა რა ჭირდება საქართველოსთან. ჭირდება ჯერ ერთი სტაბილურობა, მით უმეტეს მაგალითად სომხეთის მიმართებაში. ის რომ რუსეთმა გამოიყენოს, რაც ამისი ნიშნები არსებობდა, რომ საზღვარს კეტავდნენ დრო და ტრანზიტს ის რომ საქართველოს ტერიტორია გამოყენებული იყოს სომხეთის შესასუსტებლად, ეს მიუღებელია ამერიკელებისთვის. იმიტომ ძალიან ბევრი ჩადეს სომხეთში დღეს და კიდევ მეცად ჩადებენ და პრესტიჟი არის ეს ტრიპიტი არის ერთ-ერთი მათი მართლაც თუ საქართველოს იყო აქამდე ფავორიტი ამერიკის მოდელის თქვა რეგიონში, თან უპირობო ფავორიტი ნელ-ნელა და აშკარაა რომ ხო, ჩქარჩქარაც კი ფაქტია, კი ბატონო. საკმაოდ სწრაფად სომხეთი ხდება ამერიკის ფავორიტი, მათ შორის ტექნოლოგიების მხრივაც. კი, ახლა უზარმაზარი თანხები მიდის ამ ტექნოლოგიურ ხებზე, ამიტომ რაღაცა საცხადებენ ქართველები, რომ იმაში ლოს-ანჯელესში თუ რაღაცა სან-ფრანცისკოში ჩავიდნენ და იქ არაფერი ტექნოლოგიური სურათებში მე არ მინახავს. არა და აი ამის შემცირება აუცილებლად უნდა ვთქვა, ეს რაც ხდება, ეს ტექნოლოგიური რევოლუცია შეიძლება ერთიანად აღემატებოდეს ყველა აქამდე არსებულ ტექნოლოგიურ რევოლუციას თავისი მნიშვნელობით. დღეს AI-ში, ხელოვნურ ინტელექტში რაც ხდება და რობოტიკაში პრაქტიკულად ფანტასტიკის ის ფილმები, რაც ჩვენ გვინახავს და ზოგან ცოტა უფრო შორეული მომავალი იყო ეს, აი ეს ყველაფერი დგება და ამას ჩვენ ქვეყანა მომზადებული ხდება, ხო ჩვენ თუნდაც რეგრესია არ განვიცადოთ, თუნდაც ერთ ადგილზე რო ვიტკეპნებოდეთ, ეგეც უკვე ძალიან დიდი რეგრესია და ბევრს კარგავთ. იმ დროს როდესაც სომხეთში NVIDIA ახორციელებს ინვესტიციებს რა. ეხლა ევროპელებს და ქონდა დაწყებული, მე ვიყავი სომხეთში ადრე, მაშინაც უკვე ლაპარაკობდნენ, ტექნოპარკი ქონდა სერიოზული, არა ჩვენსავით და იქ ახალგაზრდები იკრიბებოდნენ და ძალიან აქტიურობა იყო დიდი. ასეთი თანხები და ასეთი მონდომება, როგორც ამერიკამ გამოიჩინა, ცხადია არა, მაგრამ სულ იყვნენ მათი თემა იყო, რომ ჩვენ უნდა გავხდეთ ტექნოლოგიური ჰაბი ამ რეგიონში და ჩვენ ამისი პრეტენზიაც არ ქონია, როცა ჩვენ ადამიანური რესურსები ამ კუთხით ძალიან ბევრი ქონდა, მაგრამ ქვეყნის გარეთ არის დღეს უკვე. ძალიან დიდი ადამიანური რესურსი. გვაქვს უამრავი ქართველი მუშაობს სილიკონველიში, სხვადასხვა ევროპულ ქვეყნებში, შეერთებულ შტატებში, მაგრამ ჩვენთან მაინც რაღაც პოტიომკინის სოფლების ხაზით გადაწყვეტეს განვითარება ბრჭყალებში ამ მიმართულების. ჯერ მინდა პირველ რიგში ევროპასთან მიმართებაში როგორ შეაფასებთ
დიდ სიტუაციას. ან რა ხდება, რა მოლოდინები არსებობს და საქართველოს მიმართ და რა მოლოდინები არსებობს ქართული ოცნების მიმართ. აი ევროპაში უფრო ნათელი არის, რომ ევროპაში პრაქტიკულად აღარ არის მოლოდინები, იმიტომ რომ სცადეს ბოლო ასეთი ნიშანი იყო, როცა შეიკრიბენ საგარეო საქმეთა მინისტრები, რომელიც თვეში იყო, აღარ მახსოვს, მარტი თუ აპრილი და აქეთკენ გამოაგზავნეს რაღაცა ისეთი შეთავაზება, რომ კარგიო, თუ გვინდაო ელემენტალურად რაღაცა დავიწყოთო ლაპარაკიო, ხელახლაო, საჭირო არის, რომ რაღაც ნაბიჯები გადადგათო. ეს უფრო კონკრეტული იყო, ვიდრე რუბიოს ნათქვამი. და კონკრეტიკა იყო იმაში, რომ სამი რამე გვინდა დავინახოთო, ერთიო და პირველი და ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ რეტორიკა შეცვალოთო. ჩვენს მიმართო, იმიტომ რომ თუ მართლა გინდათო ჩვენთან რამეო, ალბათ საჭირო არის, რომ ახალი დონეზე გადავიდეს ეს რეტორიკა. მეორე ეხებოდა სინდისის პატიმრებს და არ მივსულვართ მესამემდე, პირველზე დამთავრდა ეს გზავნილი რომ მოგვივიდა, იმის მეორე დღეს დაიწყო ის, რაც ყველა ვხედავთ, რაც ადრეც არსებობდა, მაგრამ ამის მერე ყოველდღიური ხან პაპუაშვილი, ხან კობახიძე, ხან პაპუაშვილი, ხან კობახიძე. დავაგდნენ დიდიან პატარიანად, ხო, როგორც და ყოველდღე და საათობით რო ლაპარაკობენ, ეს ძველი საბჭოთა ის რო გააცოცხლეს და გაუთავებლად ლანძღავენ ხან აქ მყოფელჩებს, ხან იქ ლიდერებს, ხან კომისიას, ხან საბჭოთა კავშირია, ხან ისევე დაიწყო მარიამ ლაშხმა ის თემა, რომ ამათ უნდოდათო, ვიღაცას უნდოდა თურმე მეორე ფრონტი საქართველოში მაინდა-მაინც და ამ დროს ისიც დაიწყო იმაზე ლაპარაკი. ვის არ ასახელებენ, ნერვებს გვიზოგავენ ჩვენ, რომ არ ვენერვიულოთ დიდად. არ ყოველსას მითიურ არსებას ასახელებენ, რომელსაც ომი უნდა, აი ხოლ ქაბოტომა მარიამ ლაშხმა იცის, მეტი არავინ. ნუ კიდე შეიძლება 1-2 შეულმა, კი, სწორად აღნიშნეთ. მაგრამ ევროპასთან მიმართ ეხლა სად თავდება ევროპის მოთმინების ფიალა? აი გამიშონა. არ ვიცი, იმიტომ რომ მე ბოლო დროს ოფიციალური ისეთი შეხვედრები, ვინც წყვეტს ამ საკითხებს, არ მქონია ბრიუსელში და არც ლიდერებთან, თუ ნახეთ ჩემი ვიზიტები ამ მომენტში უფრო კონფერენციებზე არის მონაწილეობა და ჩემი გამოსვლები, რომ თქვა რა ხდება ქვეყანაში და რა როგორ უნდა გვიყურებდნენ მაინც და რა გვჭირდება ჩვენ ეს ყურადღება პირველ რიგში. ამიტომ რამდენად სერიოზულად ფიქრობენ ამ ვიზების შეწყვეტაზე თუ არ ფიქრობენ. ფაქტი არის, რომ მათ უკვე დიდი ამოსარჩევი ინსტრუმენტები აღარ აქვთ. ანუ ეს ამათთან რამე ზეწოლა არაფერი არ გამოდის. და რჩება ეს ვიზების, ის პირველი ვიზების სანქციები, რომელიც ძალიან არარეალური არის დიპლომატიური პასპორტების და ოფიციალური პასპორტების, იმიტომ ყველას აქვს მეორე პასპორტი, ასე რომ დიდათ არ შეწუხდნენ ამით. დიდათ არ შეწუხდნენ და როგორც ჩანს დადიან და პირიქით ამითი ცდილობენ რომ ნერვები აუშალონ მოქალაქეებს, რომ აი ჩვენ დავდივართ და მე მაინც მივდივარ მილანოში და იმაში. ამით იცით რა არის უფრო აჩვენებენ თავიანთ უპირატესობას საკუთარ ამორჩეულს იმ ხრივ რომ აი ხედავთ გვემუქრებოდნენ, მაგრამ ვერაფერს ვერ გვიკეთებენ. უფრო ესაა რომ აი მაგრები ვართ. იმედის სანქციებმა იმუშავა, მაგრამ ეს იყო ბრიტანეთის და იმუშავა ამ ხრივ რომ ორგანიზაციაზე ალბათ უფრო მუშაობს ვიდრე ადამიანებზე, იმიტომ ესენი უკვე მომზადებული არიან ყველა მხრივ რომ თავიანთი ფული სხვა არა ევროპაში და სხვა ქვეყნებში შეინახონ და თან იმდენი წყარო აქვთ დღევანდელ დღეს უკვე არალეგალური წყაროები ფულის და კიდევ ცდილობენ რომ ეს წყაროები გამდიდრონ, ასე ვთქვათ. ეხლა მაგალითად ლაპარაკი იყო იმაზე, რომ უნდა გაყიდონ ღვინის ენოთეკა, რაც ძალიან მარტივი ფორმა არის აუქციონზე, ვინ იცის, ვინ გაყიდის, რამდენი ბოთლი არის დღეს, რამდენი გაიყიდება რა ფასად და ვინ
რუსი ან ვინ ოლიგარქი იყიდის ამას და ეს ყველაფერი რაღაცა ღვინის პოპულარიზაციის და საქართველოს პოპულარიზაციის ქუდის ქვეშ კეთდება. ამ დროს საქართველოს პოპულარიზაციისთვის თუ რამე გვინდა, ალბათ შეგვიძლია ბევრი სხვა რამე გავაკეთოთ, რომ ამ ქვეყანას დაუბრუნოთ თავისი ღირსების იმეჯი მაინც. მეფის რუსეთის დროიდან მოყოლებული ღვინის კოლექციას კიდე ღვინის ქარხანაშიაცა იმაზე ბრძანებთ, ხო? აი ევროპაზე კი დამასწრეთ, მაგრამ მაინც გამევით უნდა გითხოთ 11 ივნისს არის ჩანიშნული დიალოგი ქართულ მხარესთან უვიზოს შეჩერებას და შემდეგ რადიო თავისუფლების ჟურნალისტმა რიქარდ იოზუაკმა რაც განაცხადა სხვა შორის ეს ბიჭი რასაც წერს უმეტესად მე მართლდება და აქ სანდო ინფორმაციის წყაროები და ნოემბერ-დეკემბერში შეიძლება მოხდეს შეჩერება. ამავდროულად საბოტაჟის საქმეზე პოლიტიკოსების მიმართ საქმე იყო 25 ივნის უნდა ყოფილიყო საქმის განხილვა და გადმოიტანეს 11 ივნის. ზუსტად იგივე. თქვენი რა ხდება? ჩვენ რას უნდა ვუყურებთ? ეს არის პასუხი ყველა იმ ისეთი გადამწყვეტ მომენტი, რაც შეიძლება იყოს ჩვენი და ევროპის ურთიერთობის შესახებ და იმ დროს ამძაფრებენ გადაწყვეტილებებს, იღებენ ისეთ ან რეტორიკას ამძაფრებენ, ან გადაწყვეტილებებს. ეს არის პასუხი. შენ რაღაცას მეუბნები ცოტა უფრო შერბილებულს და მე გპასუხობ, რომ აი მე მაგარი ვარ და მე შენი შერბილება არ მჭირდება და მე ვარ რაც ვარ. ეს არის მათი მიდგომა და ეს არანაირი სურვილი ამერიკასთან შეიძლება იყოს, იმიტომ თვლიან, რომ იქ შიდა პოლიტიკურს არაფერს არ სთხოვს ამერიკა არასოდეს დღევანდელ დღეს და ამიტომ შეიძლება ცოტა უფრო ფიქრობდნენ, რომ რაღაცას საშუალება აქვთ. ევროპასთან არც საშუალება და არც სურვილი არ აქვთ, რომ რამე გამოასწორონ. მე სულ ამას ვამბობ, რომ გამოსწორების სურვილი რო ქონდეთ, ისე რომ მაინდა-მაინც ყველაფერზე უკან არ დაიხიონ, ძალიან მარტივი იქნებოდა მათთვის. ანუ რეტორიკის შეცვლა, რომელიც არაფერს არ მოითხოვს, ანუ ნუღარ ლანძღავ გერმანიის ელჩს და ნუღარ ლანძღავ კაია კალას და ურსულას და ასე შემდეგ და მეორე სინდის პატიმრების ამითი შეუძლიათ ითამაშონ უსასრულოდ. გამოუშვან 1, 2, მერე 3, მერე ეს ხო გარედან დანახული ყოველთვის ითვლება როგორც პოზიტიური ნაბიჯები, რომელსაც მე პასუხობ. ანუ ეს არის დიპლომატიის ის ენა თუ წესები არ ვიცი. ასე რომ ეს საშუალება არსებობს და არ გამოუყენებიათ არასოდეს. ესე იგი არ უნდათ. სხვა ძალიან საინტერესოა რიტორიკაზეც რამდენიმე დღის წინ უსმენდი კიდე რომელიღაც ამათ პროპაგანდის გამოსვლას. გერმანია მოთხარეს, რომ აი ნაცისტური გერმანია შემდეგ ის ტრაიკული ისტორია ტრაიკული ფურცელი ევროპული ისტორიის, სოფლიო ისტორიის, რაც იყო, ხო? რაც გერმანულმა ბევრჯერ მოინანია და შენობა საინტერესო რა არის, იცით, რომ იმავდროულად რუსული პროპაგანდაც და ამათ პროპაგანდაც ერთ-ერთია. საინტერესო ის არის, ამის მიუხედავად შეუძლიათ აქონ დაუშვათ სლოვაკეთი და ფიცო და არ და სლოვაკეთი მსოფლიო ომში გერმანიის მოკავშირე იყო პირობით. ეხლა 9 მაისსაც რო ჩადიოდა რუსეთში, ირონია, ისტორიის ირონია იმაში იყო, რომ არანაირი მოკავშირე არ ყოფილა რა 9 მაისს არ ესწრებოდნენ სიტყვაზე მართლა მოკავშირეები ვინც იყვნენ, მაგრამ აი სლოვაკეთს არ აქვთ გართულება და ნუ ეს უვიცობაზე დამყარებული უტიფრობა გათვლილი იმაზე, რომ ადამიანებმა ეს ფაქტები უბრალოდ ან არ იციან, ან არ დააკვირდებიან, ან არ მოიძიებენ ინტერნეტში. ან არ აინტერესებთ. ხო, ან არ აინტერესებთ და აი გერმანიის ელჩის ლანდღვა მოთხრა გინება და ამ დროს კიდე რაღაც რიბენტროპ-მოლოტოვის პაქტამდე ჩასვლა ან იმის იქეთ არ თავარი ამ პროპაგანდის ნაწილი თავარი ის არის, რომ გამეორებული იყოს ძალიან ბევრჯერ და არ აქვს მნიშვნელობა იმას, რასაც აღნიშნავთ, ამ ლოგიკას, ან სიზუსტეს ისტორიულს, ან ჭეშმარიტებას რომელიმე არგუმენტის. არამეთარი მნიშვნელობა აქვს. თავარი არის პირიქით ამბობენ პროპაგანდაზე, რომ რაც უფრო დაუჯერებელია და რაც უფრო აბსურდულია, თუ ძალიან ბევრჯერ და სხვადასხვა არხებით არის მოწოდებული, უფრო
ბოლოს ახთენს შედეგს. შედეგს. რა უტიფარია ტყუილი, მით უფრო დამაჯერებელია გებელსის ისა სიტყვები. კი ბატონო არის ამას მიყვებიან. ეს პრობლემა. ჩვენს შიდა თემებზე მინდა გადავერთოთ თქვენი განცხადება ერთობაზე 2028 წლის არჩევნებზე, რომ განვიხილოთ პირველ რიგში ეს ერთობაზე, რაც თქვენ განაცხადეთ და სამხატვრო პოლიტიკური პარტიის განცხადებიც იყო ამის საპასუხოდ. მე თავადაც მქონდა, როგორ გითხრათ, იმედგაცრუებაც, გამოცდილებაც მთელ ამ ერთობასთან დაკავშირებით. 2024 წლიდან მოყოლებული, მეც კი დიდი მომხრე ვიყავი რაღაც ოპოზიციური ერთობის და მართლა ჯეროდა ყოველ შემთხვევაში ხა იმდენად არ მჯერა, შეიძლება საერთოდ არ მჯერა ამ ერთობის, მაგრამ ეს ერთობა არც ერთხელ არ გამოვიდა და შედგა ოპოზიციის ალიანსი, ხო? და ამ ოპოზიციის ალიანსის ყველაზე მსხვილი პარტიები ისევ და ისევ რაღაც Facebook-ით კამათობაში და პაექრობაში არიან ერთმანეთთან და ეს კინკაობა ძალიან ცუდი დასანახე გვერდიდან. რა? ეს ისიც რა არის ანალოგიასაც ვერ მოვიყვანოთ რას მაგონებს. უბრალოდ თუ ამისთვის ცალია ჯერ რა ალიანსზე რაზე აქვს მაშინ ალიანსს ეს საკითხები თუ გავლილი არ იყო, მაშინ რაზე იყო ეს საერთოდ ალიანსი. მეორე მე უბრალოდ მანიშნებს, რომ შეთანხმება ერთობაზე დაკარგული მაქვს რამენაირი ერთობის იმედი. ძალიან გუწვდოდ ხა ამას. ხო, მაგრამ თქვენ რატო ჩათვალეთ, რომ მე როცა ვლაპარაკობ ერთობაზე, ვლაპარაკობ პარტიების ერთობაზე? კი ბატონო, ეგეც საინტერესო იქნება. არასდროს ჩავთვალე. გავლილი მაქვს მე ეს ყველა მცდელობა, რომ ამ პარტიებს რამე გააგონებინო და დააჯერო, რომ რაღაცა უნდა დათმონ რაღაც მომენტში და პირველ რიგში ის დათმონ, რომ ერთმანეთი არ ლანძღონ და ამითი კიდევ ერთი იმედგაცრუება არ შემოიტანონ საზოგადოებაში, რომელსაც ყოფნის ის, რაც ყოველდღიურად ხდება ქვეყანაში და ამითი დამძიმებულია. შენც არ უნდა იყო ნაწილი ამ დამძიმების და ამ რაღაცა უიმედობის, რაც იქმნება ამ ქვეყანაში. მე რომ ვამბობ ერთობას, ეს არის მარტივი ერთობა. ჯერ ერთი მე არ მithქვამს, რომ 2028 წლის არჩევნები მე ვთქვი საერთოდ არჩევნები, იმიტომ არ ვიცი და არავინ არ იცის, როდის იქნება არჩევნები და რა გეგმები შეიძლება კონდეს რეჟიმს, რომელმაც შეიძლება ჩათვალოს სწორედ იმიტომ, რომ ამ დღეში არის ოპოზიცია, რომ მისთვის და ისიც იცის, რომ ხალხის მხარდაჭერა მის მიმართ არის ძალიან შესუსტებული სხვადასხვა მიზეზების გამო. შეიძლება ჩათვალოს, რომ ჯობია დღეს ვიდრე ხვალ და ზეგ. რომ მეტი შანსი ექნება, რომ მიიღოს ის, რაც უნდა, რომ მიიღოს არჩევნები. შეიძლება არა, შეიძლება მივიდეთ 2028-მდე, ან ბევრი რამე შეიძლება მოხდეს, მოკლედ. მაგრამ მე დარწმუნებული ვარ ერთ რამეში, ის რაც ხდება სწორედ ჩვენს ირგვლივ, რომ ერთადერთი რამაც შეიძლება დაამარცხოს რეჟიმი, არის საზოგადოების დიდი ერთობა. ანუ რაც ვნახეთ რუმინეთში, რაც ვნახეთ უნგრეთში, რაც ვნახეთ სომხეთში. სანამ ეს ხალხი არ არის გაერთიანებული და ეს მეორე რამე ვთქვი, რაც ავიწყდებათ და არ მოწონთ. ეს არჩევნები იქნება ბრძოლის არჩევნები, არ იქნება პარტიული არჩევნები. არ შეიძლება რომ ერთდროულად იბრძოლო იმისთვის, რომ განთავისუფლო ქვეყანა და ამავე დროს იბრძოლო იმისთვის, რომ შენ ხარ უფრო კარგი ვიდრე მეორე პარტია, შენ გაქვს უპირატესობა, შენ გაქვს უკეთესი პროგრამა, ეს ხო მათემატიკურად ყოფს ხმებს. ერთადერთი ფორმა, რითაც ასეთი რეჟიმი და მისი გაყალბების ძალიან დიდი საშუალებები რაც არსებობს, შეიძლება დაუპირისპირო, არის ძალიან დიდი ერთობა საზოგადოების, ხალხის, სადაც პიროვნებები გამოვლენ თავისი ყველა ვინც არსებობს პროტესტის ხალხი, პარტიებიდან პიროვნებები და სხვა, მაგრამ არა როგორც პარტიული ინტერესები. ამის დრო ეხლა არ არის, მე სულ ვლაპარაკობ ორ არჩევნებზე. მაშინაც ვლაპარაკობდი 2024 წელს. მაშინაც ვერ გაიგეს.
რომ ის დრო, როცა შენ გამოხვალ შენი იდენტობის დასამკვიდრებლად და შენი ამორჩევლის დასათვლელად, ეს დრო მოვა, როცა იქნება ნამდვილად თავისუფალი არჩევნები. მანამდე არის ბრძოლა. ამ ბრძოლას ან მოვიგებთ, ან ვერ მოვიგებთ. თუ ვერ შევიგნებთ. ეხლა ძალიან საყურადღებო რამე თქვით, უბრალოდ პარტიებს მაინც აქვს პარტიული ინტერესები. ხო, როგორც ინდივიდებს აქვს ინტერესები და ამ ინდივიდუალური ეგოიზმის უკან გადადება მოუწევთ პრაქტიკულად ამას. სხვა რამეს ვიტყვი. თუ ამ პარტიებს აქვთ რამე იმედი და ძალიან კარგად მომისმინონ, რომ მათი მიმართ ნდობა აღადგინონ ხალხში, რაც დღეს დაცემული არის ძალიან, ხო, ყველა მიცის. და რაც ხდება ძალიან ბევრ ქვეყანაში, ეს არ არის საქართველოში მხოლოდ. თუ უნდათ რომ ეს ნდობა აღადგინონ ხალხში და მოიპოვონ ხალხის მართლაც მხარდაჭერა, სწორედაც უნდა გადადონ ცოტა ხნით თავიანთი პარტიული ინტერესები, აჩვენონ ხალხს, რომ კი შეუძლიათ ეს პირადი რაღაცა უკმაყოფილება ერთი მეორესი, ეს პირადი ინტერესები გადადონ და ქვეყნისთვის დადგენ ყველანი ერთად. მე არ ვამბობ, რომ პოლიტიკოსები არ უნდა იყვნენ ამ ერთიან ბრძოლაში. მე ვამბობ, რომ უნდა იყვნენ უპარტიოდ ერთხელ მაინც და ერთხელ იყვნენ მხოლოდ და მხოლოდ საქართველოსთვის. თუ ეს მოხდება, ეს იდეა ხო არსებობდა 2024 წელს არჩევნებში, რაღაც ერთიანი სიის გაკეთება. არა, ერთიანი სიის მაშინ იყო პარტიული ორი ჯგუფი. არ დაგვავიწყდეს, როგორ იყო და როგორ იყო ნაცების გაერთიანება ერთი მხარეს და მეორე მხრივ ნაციონალურ მოძრაობასთან მეტნაკლებად აფილირებული პარტია ხო ეს თქვა. ხო, ვინც შეიძლება იქ და მეორე მხრივ მცდელობა გაერთიანების, რომელიც შემდგომ არ შედგა. აქ იყო მაინც პარტიული საფუძველი. კი ბატონო. და თქვენი იდეა რაში თქვენებს ამ შემთხვევაში, რომ ყოველნაირ პარტიულ იდენტობაზე ვარი თქვან? არ თქვან იდენტობაზე, ადამიანი ხო ატარებს თავის პარტიის იდენტობას, თავის პარტიის იდეებს და ასე. მე ვამბობ, რომ ცოტა ხნით ვარი თქვან იმაზე, რომ ჩემი პარტია რამდენ ხმას მიიღებს, ჩემი პარტიის ნომერი რამდენ ხმას მიიღებს. უნდა შედგეს ერთი სია, რომელიც იქნება მართლაც ერთიანი. და არა პარტიების გაერთიანების სია. იმიტომ აქ უნდა აღმოჩნდნენ პროტესტის ხალხი, სინდისის პატიმრები, ის ნაწილი საზოგადოების, რომელიც დღეს არის ძალიან უკმაყოფილო და ძალიან წინააღმდეგი იმისი, რაც ხდება სხვადასხვა მიმართულებით, გინდათ ეს არაბების სოფლები თუ ანუ რაც ხდება ქვეყანაში სხვადასხვა მიმართულებით, ამ ხალხსაც უნდა მიეცეს საშუალება რომ ამ დიდ ბრძოლაში, ამ ერთიან ბრძოლაში მონაწილეობა მიიღონ. მე პირადად ვერ ვხედავ სხვა გამარჯვების გზას ამ რეჟიმის წინააღმდეგ, რომელიც ვინმე თუ ფიქრობს, რომ ეს რეჟიმი დათმობს ყველაფერი, რაც არის ჩამოწერილი, რაც უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ მივიღოთ თავისუფალი არჩევნები, მაშინ ამ რეჟიმს არ იცნობენ. ანდა უკვე წასული იქნება. თუ წასული იქნება, კი ვეთანხმები, მაშინ ჩავატაროთ პარტიული არჩევნები ამ პირობებით და რაღაცა ხელს წევდა, ყველაფერი ძალიან კარგად იქნება. თუ ჩვენ ბრძოლაში ვართ, ბრძოლაში უნდა ვიყოთ და უნდა გავვედოთ, რომ ეს ნაბიჯი გადავდგათ. ერთი რაღაცა რაც თქვენ ბრძანეთ, არ შემიძლია არ თქვა, რომ ეს ყოველნაირი პარტიული პროგრამები, აი, გულწრფელად ძალიან სკეპტიკურად ვარ განწყობილი რაღაც 50 თუ 100-150 გვერდიან პროგრამას რო დამიდებენ ხოლმე რაღაც ეკონომიკური აღორძინების სასამართლო რეფორმის, თუ კი გამარჯვება არ იქნა მიღწეული, როგორც აი პოლიტიკური გარდატეხა თუ არ მოხდა. აი ამ 150-იან პროგრამას 150 გვერდიან პროგრამას რატო წავიკითხავ? აი ერთი მიზეზი მითხეთ, რამდენი პოლიტიკური პარტია ყოველას 150 გვერდიანი პროგრამა რო წავიკითხო, აი რატო? რა? აი ვინც მომის პრობლემა ინტერესებს, რა ლოგიკით უნდა წავიკითხო 5, 6, 7 პარტიის პროგრამა, თუ კი საბოლოოდ დიდი მიზანი არ იქნა მიღწეული, ხო? რასაც თქვენ ბრძანეთ. მაგას გეთანხმებით. და კიდე ერთი მომენტია სხვათა შორისაც პრაქტიკულად თქვით, რომ ქართული ოცნების რეიტინგიც ძალიან დაბლა, იმიტომ რომ ეს საპროტესტო კერები არ ცხრება. საპროტესტო მიზეზი შეიძლება ბევრნაირი იყოს, პირობითად
დედა ჩემი დედულეთის სოფლები ხარაგაულისანში რაც არის ხემაღალი და ღვერკი რაც დაინგრა ბებიაჩემს ბაბუაჩემს სოფლები ან შეიძლება ზოგისთვის სოფლის გრევა იყოს ამათი მოაზრო ამათი როგორ აღწეროს დამოკიდებულება დაუდევარი თუ გულგრილი დამოკიდებულება ზოგან ჭიათურა შეიძლება იყოს ზოგან განათლება შეიძლება იყოს ზოგან არაბული თემა შეიძლება იყოს ზოგან ავადმყოფი ბავშვები და ასე შემდეგ რა ეს პატარა კერები და ეს უკმაყოფილება არ ხდება ძალიან მნიშვნელოვანი არის ესა ოცნების სტრატეგია აქამდე არის სწორედ რომ ეს კერები ცალცალკე ხო ლოკალიზირება გაჩინოს და მერე ჩააქროს და ეს ქმნის ამ კერების რაოდენობა და ის რომ ვერც ერთზე ვერ შევაცვლებინეთ რეალურად მათი პოზიციები და რაღაცა ქმნის უიმედობას ალტერნატიული სტრატეგია, კონტრსტრატეგია არის სწორედ რომ ამ კერების გაერთიანება. მაგრამ ეს არის საზოგადოების კერები, არც ერთ პარტიას არ ეკუთვნის და ეს პარტიები მერე მიდიან და იქ ცდილობენ რომ ამ ფონზე რაღაცა გააღვივონ, მაგრამ რეალურად რაც საზოგადოების არის, საზოგადოების უნდა იყოს და დღეს საზოგადოების ბრძოლის დრო მოდის და ჩვენ ვხედავთ ყველგან რომ სადაც გამოდის საზოგადოება იქ არის უფრო დიდი და ჩვენც ვნახეთ ჩვენ მაგალითზე იგივე რუსული კანონი როცა იყო და რაღაცა როგორ გამოვიდა საზოგადოება. მერე ნელ-ნელა ჩვენ დავკარგეთ, მაგრამ სწორს ამბობთ იმაში რომ ის პროტესტი რო არ ქრება ის რაც ტროტუარი რო ქვია და რაღაცა ესეც არის ძალიან დიდი ამ რეჟიმისთვის ძალიან დიდი პრობლემა. რომ ვერ მოერიენ ვერაფრით ყველანაირი ზომები მიიღეს, ყველანაირი კანონები, მაგრამ ამას ვერ აქრობენ. ნუ ხა უნდა ითქვას, რომ უკმაყოფილება ვერსად ვერ წავიდა და უკმაყოფილების გამოწვევის მიზეზები არსად არ წასულა და ამას უბრალოდ რაღაცები ზევიდან ემატება რა. ქმნიან ხელოვნურად ზოგადად. კი, თუნდაც იგივე ის მიდგომა, რაც შეიძლება იყოს რაღაც პატარა ჯგუფების მიმართ იქნება ეს ბავშვების მშობლები და ბავშვები რომელთაც წამალი უნდა თუ იქნება ეს ჭიათურელი მაღაროელი თუ ვიღაცა ეს პატარა ჯგუფების მიმართ დამოკიდებულებაც ძალიან ნიშანდობლივია რა პრაქტიკულად არაფერზე არ იღებენ პასუხისმგებლობას ბიუჯეტის გადანაწილების გარდა ჯერ იყო რომ პრაგმატული ხელისუფლება ვართო და ბავშვების უფლებებზე ვზრუნავთ რაღაცა იქ ხან ბიუჯეტი მოიგონეს ხან ის მოიგონეს რომ წამლებს თურმე არ აქვს სერტიფიცირება გავლილი და ამავდროულად და ბოლოს ჯერ ჯგუფი აქ ჯგუფი საპატრიარქოში კომისია და ეს არის მათი ისა ვითომც რაღაცა იწყება და ამითი ახლა დროს გაწელავენ რაღაც ბოლოს შეიძლება ერთ-ერთი წამალი არის ძალიან მარტივი ვარიანტი პრედნიზოლონის ვარიანტი რომელიც შეეძლოთ პირველივე დღეს ეგაა ზუსტად ქალბატონ სალომე რომ აი ამ ეს რიტორიკა საჭირო იყო ჯგუფის შესაქმნელად. შექმნენ ჯერ ჯგუფი და მერე გამოუშვეს შენ პროპაგანდისტები და მერე ამტკიცებ დაუშვათ რაღაცა უტიფრად, ან მერე გამოაცხადე რაღაც პოლიტიკური როგორც ჯგუფის წევრებად. თავიდან ამ სამუშაო ჯგუფის თავიდანვე შექმნას. ეს დრო ხო დაიკარგა პირობითად 2 თვე თუ რაც აი და რა უშლდა ხელს სამუშაო ჯგუფის შექმნას. პრობლემა ცდილობენ რომ რომელიმე მოთხოვნა რომელიმე ჯგუფი ან ჯგუფში შექმნან რამე პოზიტიური რეაქცია არ ცდილობენ მათი ტაქტიკა არის პირიქით ყველგან ყველას მიმართ უნდა იყოს ის რომ ჩვენ რაც გვინდა იმას ვაკეთებთ აი არ ვიცი ახლა ვერ ახსნი რატომ როგორ ასეთი პოლიტიკური მიდგომა სიმართლე გითხრათ ეგ მაოცებს უბრალოდ ყველა ავტოკრატიული რეჟიმი ერთმანეთს გავს საბოლოო ჯამში იცით ყოველს მეტად რეალობასთან კავშირს კარგავენ ხელისუფლებაში და ხელისუფლებასთან ახლოს რჩებიან ტიპები რომლებიც ან ვერ ხვდებიან რა ხდება ქვეყანაში პირობითად ან კი ხვდებიან მაგრამ ვერ უბედავენ მეფეს თქმას რომ რაღაც ისე არ მიდის როგორც საჭიროა იმიტომ რომ ეხლა რო ავიღოთ რაც დარჩა ქართულ ოცნებაში ყველაზე კარგად აი პროცესს მეტნაკლებად ასახავდა ფასების კომისია. შექმნეს ფასების კომისია, იდეა რა უნდა ყოფილიყო, ხო? გაძვირებული ხარში გაფრენილი ფასების დაკლება, იმიტომ რომ ხალხს უჭირს. არაფერი დაერეგეს. მოხსნა იმ პროდუქტებზე, რომელიც კი, უბრალოდ ოჯახებისთვის არის აუცილებელი. მინდა გავამოხო ყურადღება, რომ ამ კომისიაში 8 წევრიდან 7 მილიონერი იყო თუ 7-დან 6 მილიონერი იყო რა ოფიციალური მილიონერი და იმავდროულად ესე იგი როგორც ვერც მემარცხენე
ბით დაიკვეხნიანდიდა და მემარცხენეებთან და ხალხის ღარიბ და ნაკლები შემოსავლის მქონე ფენებთან ვერ დაიკვეხნიან რამე ხელშესახების შედეგებით და მეორე მხრივ დიდად პატრიოტიზმში დავდებ თობრალს მაგასაც ვერ იტყვი. აქ პირიქით დაცინვის პოლიტიკა არის, რომ მე ამას გიკეთებ და შენ ვერაფერს ვერ აკეთებ, ვერანაირი რეაქცია ვერ გაქვს. კომისიას გიქმნი ფასებზე, რომელიც ფასებს არ აკლებს და სადაც ზიან მილიონერები. და შენ რეაქცია მაინც არაფერი. და არ ეშინიათ რომ ეს რეაქცია როდესღაც ბოლო-ბოლო და შენ რეაქცია არ ქონდა იმაზე, არ ქონდა რეაქცია ამაზე, არ ქონდა რეაქცია კიდევ ერთ რამეზე. ნელ-ნელა ასე მიდის სტრატეგია საზოგადოების დაგსაქსვის. ამიტომ ვამბობ, რომ ანტისტრატეგია არის ამ საზოგადოების შეკრების. ყველა ამ თემების ირგვლივ, მაგრამ არა ცალ-ცალკე. მე მაგალითად წინააღმდეგი ვარ, მე ვინმე კითხება და მე დავდივარ მარშებზე, მაგრამ წინააღმდეგი ვარ იმისი, რომ მარში იყოს განათლებაზე, მარში იყოს იმაზე, ამაზე. იმიტომ რომ მთელი ეს პრობლემები ყველაფერი არის იმასთან მიბმული, რომ ჩვენ ვართ დიქტატურის წინ, რომელიც არის რუსეთის მიერ მართული. ყველაფერი აქ მიდის და ამიტომ ყველანი ერთად უნდა ამას ვებრძოდეთ. და ამითი გადაწყდება ყველა ეს პრობლემები, რომელიც დაგროვდა და ცალ-ცალკე ვერც ერთი ვერ გადაწყდება. იმიტომ არაფერს არ დაგითმობენ ცალ-ცალკე. რამე დათმეს განათლების რეფორმაზე? ერთადერთი GPI, რომელიც დათმობა კი არ იყო, მათი არის GPI. არის დიდი ისა. იქ კიდევ საბოლოო ჯამში რა გამოვა ძალიან მე არავინ არ იცის, ხო? თუნდაც ფორმებთან დაკავშირებით ეს ინიციატივა რომელიც დიდის არც მოყოლია და გაიტანეს ძალიან ეს თავისუფლად იქაც აღმოჩნდა რომ ფორმების შეკერვასთან ჯაჯობით წყალდარიათ მაგრამ აი საზოგადოებაზე ესეც ავიღოთ ფორმები რას ნიშნავს რისთვის სჭირდებოდათ ეს ფორმები რომ აკოთქოთ ეს ჩარჩოში მოაქციო საზოგადოების რაღაც ნაწილი რომ რა დროს ფორმები არის ამაზე დახარჯოს ენერგია ჩვენ საჭმელი არა გვაქვს ის არა გვაქვს ეს არა გვაქვს და ესენი ფორმებზე ხო და ამითი გამოდის ის რაღაცა დუღილი მე ვერაფერს ვერ ცვლი მაინც და ან ისინი ცვლიან თუ უნდათ ფორმები თუ არ უნდათ და მორჩა ამითი დამთავრდა ეს თემა და ყოველ დღე გადახედეთ, რა ვიცი, ბოლო 2 წელი ყოველ დღე პრაქტიკულად არის ახალი თემა, რომელზედაც ჩვენ უნდა დავიწყოთ ქოთქოთი. გიგდებენ ამ თემას. ჩვენ ვიღლებით, Facebook-ი ამითი ივსება ამ აღელვებული ადამიანებით, თუნდაც ის იგივე ღვინის ენოთეკა, რა საჭირო არის დღეს და მეც ამაზე ვსაუბრობ, ხო? ვიწყებთ ამ თემებზე საუბარს და რეალურად ვერაფერს ვერ ვცვლით, ან არაბების სოფელზე რამე შეცვალეს, ვიცით რა ხდება? როგორც არ ვიცით, ისე არ ვიცით. კი ბატონო, საზოგადოებას მინდა კითხოთ ზოგადად ჩვენ დიდი ხანია თვალს ვადევნებთ რას რომ ჩვენი საზოგადოება ძალიან ხშირად ითხოვს რაღაც ბელად ერთ ლიდერს, რომელიც გაგვიწვება და ნუ მე გვაქვი იმედგაცრუებები ლიდერებით და ასე შემდეგ. თქვენ ახლა რასაც ბრძანებთ, ეს მოძრაობა ხლად ეგეთი ვერ იქნება, რაღაც ერთი კონკრეტული ლიდერის მე მგონი რომ მაგალითი გვაჩვენა პროტესტმა სწორედ. და ის ნაწილი პროტესტის არის ყველაზე გამარჯვებული, იმიტომ რომ სწორედ ერთი ლიდერი არ იყო. ესენი კი ეძებდნენ, ვინ არის ორგანიზატორი, რომელი ერთი, მაგრამ რეალურად ძალიან რთული არის მათთვის, რომ გაიგონ ამ ადამიანებში, რომლებიც ძალიან ერთგული ადამიანები არიან თავიანთი მიზნების ვერ აღმოაჩინეს ვინ არის ის ერთი ლიდერი რომელსაც უნდა დაარტყან, რომელიც უნდა დაიჭირონ, რომელიც უნდა გაანადგურონ, რომელზე დისკრედიტაცია უნდა დაიწყონ. ამიტომ ეს ჯერჯერობით არის ძალა. შეიძლება მოვიდეს მეორე ეტაპი, როცა საჭირო იქნება სხვანაირად იდენტიფიცირება იმ ადამიანების, რომლებიც აიღებენ რეალურად პასუხისგებლობას ამ
ტრანზიციის პერიოდისთვის ამასაც ხაზს ვუსვამ ეს არჩევნები და ეს ბრძოლითი მოპოვებული არჩევნები არ არის საბოლოო არჩევნები. ის პარტიული არჩევნები შემდეგ უნდა რაღაც პერიოდის მერე შედგეს, მაგრამ ვიღაცამ უნდა აიღოს და ვიღაცებმა პასუხისგებლობა იმ ტრანზიციაზე, სტაბილურობა ქვეყნის, იმ ნაწილის შესრულება ქართული ქარტიის, სადაც ეწერა რომ ჩვენ ამ კანონებს გავაუქმებთ პირველ რიგში, როგორც კი საშუალება იქნება ყველა ეს ერთ მეორეზე დაყრილი კანონები, რომელიც ყველა ზღუდავს რაღაც ნაწილს ამ საზოგადოების, სასამართლოს რაღაცნაირად პირველი ნაბიჯები გამოსწორების, იმიტომ რომ ეს არის მაინც ის მთავარი კვანძი, რომლის ირგვლივ და საჭირო არის შემდეგი არჩევნებისთვის. თუ სასამართლო ვერ გამოვასწორეთ ნაწილად, მაინც ახლა ბოლომდე იმის რეფორმის ჩატარება, რაც ამდენი ხანი მზადდებოდა მანამდე, ამას მეტი დრო მოუნდება. თქვენი არის თუ არა საზოგადოება მზად ამისთვის, აი ულიდერო მოძრაობისთვის და თუმცა არიან თუ არა დღევანდელი პოლიტიკური ლიდერები მზად იმისთვის, რომ თავიანთი ლიდერობა გარკვეულწილად და გარკვეულ პერიოდით ეს მათი გადასაწყვეტი არის თუ უნდათ ქვეყანა თუ უნდათ პარტია და მე ეს გავლილი მაქვს ბევრ ადგილას და ეს იგივე საკითხები იყო დასმული 1918 წელს სულ ამაში ვართ რომ რა არის უფრო მნიშვნელოვანი დღეს თუ ვერ ხვდებით იმას რომ ყველაზე მნიშვნელოვანი არის ქვეყნის გადარჩენა მაშინ არ ვიცი მე მგონი რომ საზოგადოება უფრო მზად არის საზოგადოება ვერ პასუხობს ბევრ კითხვებზე მაგრამ მზადყოფნა საზოგადოების ცვლილებებისთვის არსებობს ეს ყველგან და ცალკე საუბრებშიდაც ჩანს ნახოთ 2024 წლიდან მოყოლებული მაშინ მოდი რა კი მაინც შიდა პოლიტიკაზე საუბრობთ თქვენ ყველაზე დიდი დაუშვათ იმედგაცრუება პარტიული პოლიტიკით რა იყო კონკრეტული პარტია, კონკრეტული ლიდერი არ მინდა რომ დამსახოთ. ზოგადად, აი, იმიტომ რომ საუბრობთ ისეთ მიდგომაზე, ისეთ მაგალითის ჩვენებაზე, რაც საქართველოს პარტიულ პოლიტიკაში ჯერჯერობით არ მომხდარა, ხო? ეს რომ მაინც პირველ პლანზე არის პარტიული ინტერესი, ამიდან მოდის ყველაფერი, ხო? რომ ეს სხვას ვერ ვეგუები, რომ სხვასთან გაერთიანება არ შემიძლია, რომ მე არ შემიძლია თავი შევიკავო იმისგან, რომ ერთი გავლანძღო, მეორე გავლანძღო, ეს ყველაფერი იქიდან მოდის, რომ მე მინდა რომ ჩემი პარტია იყოს უფრო ძლიერი, უფრო მართალი, უფრო მეტი მხარდამჭერი და ამ დროს იკარგება ის მთავარი მე მათი საწინააღმდეგო არაფერი არ მაქვს და ერთი მეორეზე უფრო არ მომწონს ან არ მომწონს არ აქვს მნიშვნელობა. ყველას აქვს თავისი ადგილი ამ ქვეყანაში და ამ ქვეყნის მომავალში, მაგრამ ეს ადგილი ექნებათ თუ კი ქვეყანას ექნება მომავალი და ქვეყანას თუ არ ექნება მომავალი მალე ყველას ვნახავთ სხვაგან საზღვარგარეთ. კი ბატონო ხო ნუ თქვენ გამომდინარე თქვენი და თქვენი ოჯახის წარსულიდან ვინ თუ არა თქვენ იცის ამის შესახებ და ამის ფასი. კი, მაგაზე არ დავ. ქალბატონსალმე ცოტა ქართული პოლიტიკიდან ესე დასავლეთზე და რუსეთზე რო გადავერთოთ. თქვენი რა იყო დასავლეთის ყველაზე დიდი შეცდომა 91 წლიდან მოყოლებული, საბჭოთა კავშირის დაშლიდან მოყოლებული და დღეს უშვებს თუ არა დაუშვათ დასავლეთი იგივე შეცდომებს ან დღეს რას ხედავთ რუსეთთან მიმართებაში? ყველაზე დიდი იმ დღეს სწორედ ვიყავი ერთ ფორუმზე, სადაც გამოდიოდა ერთ-ერთი ამერიკელი ექსპერტი და უკრაინაში იყო და უკრაინელების კითხვებზე რომ თქვენო ხართ თუ არაო მზად იმისთვისო რუსეთი ბოლო-ბოლო დაიშალოსო თუ წაგებს ამომცო და უკვე აგებსო და რამდენად ამერიკა ამისთვის მზად არისო და ამაზე დაიწყო ამ ამერიკელ ექსპერტმა რაღაცა ისინი რომ შეწუხდა რომ არ ვიციო ჩვენ მაინც სიფრთხილე გვმართებსო ასეთი დიდი ისაო ასეთი დიდი ესაო და ამაზე მე აქ ამომივიდა ისა და მოვითხოვე სიტყვა და უთხარი სწორედ 91 წელს იგივე შეცდომა დაუშვით
შეგეშინდათ იმისი რომ რუსეთი რო დაიშლება რა მოხდება და რაღაცა და ამიტომ დააგვიანეთ რეალურად აღიარება იმ დამოუკიდებელი რესპუბლიკების მერე დაიწყეს ნელ-ნელა ჯერ ბალტიელები უკრაინა არა და მერე უკრაინას დაუწყეს ეს ვაჭრობა ბუშ უფროსის ცნობილი სიტყვა chicken Kiev speech რაც არის თუნდაც ეს იყო პირველი და ყველაზე დიდი არ ვიცი. მერე ჩვენთან მიმართებაში რომ ის რაც იყო რუსეთის ომი უკვე 92 წელს საქართველოს წინააღმდეგ სხვადასხვა სხვების გამოყენებით ამას არ დაარქვეს თავისი სახელი და იყო რაღაცა კონფლიქტები და ამ რაღაცა გაყინულ კონფლიქტების უკან იმალებოდნენ ძალიან დიდხანს. რომ ვითომ ამას მოაგვარებენ იმითი რომ რუსებს ეს ცისფერი შაფხუთები ჩააცვეს და ვითომ გაეროს წარმომადგენლები და ასე შემდეგ. ანუ არ დაინახეს, არ მოინდომეს იმის დანახვა თუ რა ხდებოდა. 2008 წელს იგივე არანაირი რეაქცია არ მიეცა რუსეთის აგრესიას, ხო? ჩამოვიდნენ რამოდენიმე პრეზიდენტი ჩვენი მეგობრებიდან, მაგრამ რეალურად არც ევროკავშირმა, როგორც ევროკავშირი სანქციები ხო არავის არ მიუღია. არც ამერიკაზე ბევრს ლაპარაკობთ, რომ გემი შემოუშვა, რეალურად ეს იყო ჰუმანიტარული გემი, რომელიც უკვე მერე მოვიდა. და არა როგორც ნიშანი, რომ აბა მხარს გიჭერთ და ამიტომ რეალური მხარდაჭერა და ყველა მიცის კარგად და ეხლა ყველა ამას ამბობს, რომ 2008 წელს რაც არ დავინახე და არ გავაკეთეთო, ამიტომ მოხდა მერე ყირიმი 2014 წელს და შემდეგ უკრაინა. ანუ ჩვენ ვერ გავითვალისწინეთ ეს პირველი მაგალითი, რომელიც პირველი არ იყო, იმიტომ რომ იყო რეალურად 92-13 წლები, როცა მაგრამ ეხლა ხდება იგივე და მე ამას ვეუბნები, რომ ეხლა ხდება ზუსტად იგივე, ოღონდ ჰიბრიდული ფორმით, არჩევნების გამოყენებით, ოლიგარქის და ასეთი რეჟიმის გამოყენებით ხდება ისევე აგრესია საქართველოზე. ეს არის შვიდობიანი ვთქვათ აგრესია, არა სამხედრო, მაგრამ ეს არის ახალი სტრატეგია რუსეთის, რომელმაც თვითონ კარგად გაანალიზა მისი შეცდომები და მისი წარუმატებლობა უკრაინაში და ეხლა ეძებს ალტერნატიულ სტრატეგიას. ამ ალტერნატიულ სტრატეგიას სხვადასხვა ადგილას უკვე სცადა, რუმინეთში, მოლდოვაში, უნგრეთში. ეს არის ახალი სტრატეგია, რომელსაც ჯერ ვერ ხედავს ნელ-ნელა ხდება, მაგრამ ის რომ მოხდა საქართველოში და ამაზე რეაგირება არ მომხდარა. რეაგირება მოხდა მერე. ეს ყველა პრეზიდენტები რომ ჩავიდნენ სომხეთში, რომ ჩავიდნენ მოლდოვაში, ამერიკელები რომ ჩავიდნენ რუმინეთში, ეს ყველაფერი მოხდა იმის მერე რომ აქ რაც მოხდა ის დაინახეს მეტნაკლებად, მაგრამ ჩვენთან არავინ არ იყო ჩამოსული 2024 წელს. ვის არ ვეხვეწე რომ ერთი მაღალი დონის ვიზიტი და რაღაცა იგივე ნიშნით რომ მხარს უჭერთ პროევროპულ რა უნდა და უკვე გასული იყო 2023 წლის გამოსვლები რუსული კანონის წინააღმდეგ ხარი დაგვიჭირეს კანდიდატის სტატუსი მოგცეს ამის გამო და არავინ არ ჩამოვიდა არც იმის მხარდასაჭერად არჩევნების დროს არც იმის გასაანალიზებლად მერე თუ რა მოხდა ეს სპეცოპერაცია როგორ ჩატარდა დეტალურად იმის გასაგებად ჩვენთან ხო გამოიყენეს პრაქტიკულად ყველა ფორმები რაც შეიძლება არსებობდეს არჩევნების გაყალბების. იყო ერთგვარი რაღაცა დიდი საცდელი ქვა. ამას ხო გაანალიზება უნდა ჩვენ არც ის სამსახურები მე და არც ოპოზიციას არ ქონდა ის სამსახურები რომელიც მოგცემს იმ ინფორმაციას რომ ეს ყველაფერი მერე გავაანალიზოთ და მტკიცებულებები მივიტანოთ. ქალბატონ სალმე, დიდი მადლობა საინტერესო საუბრისათვის. იმეც გამოვთქვამ, რომ ის სცენარი, ოპტიმისტური სცენარი, რომელიც თქვენ გაქვთ, ასრულდება და წარმატებით. ამას იმედი არ უნდა, მუშაობა უნდა. კი ბატონო, წარმატებას გისურვებთ მუშაობაში თქვენს და ყველა ჩვენ თანამებრძოლსაც. ძალიან მადლობა, ეს გადაცემა აპოლიტიკური კოდი YouTube პლატფორმაზე მისმინე, გამოგვყავით YouTube-ზე და სოციალურ ქსელებში. მადლობა.